გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14-ზე გამოშვებაში ნახავთ. რიგგარეშე სხდობა პარლამენტში დეპუტატები პრობაციის შესახებ კანონში შესატანცვლილებებს და კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის და მხარდაჭერის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ. ახალმა ზელანდიამ უცხოური ჩარავების წინააღმდეგ ზომები გაამკაცრა. კანონი ყველა უცხო სახელმწიფოს ეხება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სანქციის გამოყენების არსებულ პრაქტიკას აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ეს ადამიანის უფლებების კონვენციას არღვევს. ამის შესახებ აღნიშნულია ერთი თვის წინ უკრაინის წინააღმდეგ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში. სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას ამყარებს, რომ კონკრეტული ქვეყნების სანქციებს პოლიტიკურ იარაღად იყენებენ. სოფო ბერიძე გვეტყვის უფრო მეტ თემაზე. სტრასბურგის სასამართლოს ეს კონკრეტული გადაწყვეტილება ოფიციალური თბილისისთვის ისტორიული მნიშვნელობის გახლავთ. ამ კონკრეტული გადაწყვეტილებით ერთ-ერთი უკრაინული კომპანიისთვის სანქციების დაკისრების გამო უკრაინა სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებათა კონვენციის დამრღვევად ცნო. იურიდიული კომპანიის სარჩელის საფუძველზე მოსამართლეთა მსჯელობა აჩვენებს, რომ ზოგადად სასამართლო კონტროლის გარეშე სანქციის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება არის სწორედ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა და ამ ჭრილში ამ გადაწყვეტილებას ოფიციალური თბილისი ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებად განიხილავს. პარალელურად ქართული ოცნებისთვის ზოგადად დღეს არსებული სასანქციო მიდგომა მტკიცებულებების გარეშე ადამიანების საერთაშორისო დამნაშავედ სტიგმატიზებას ემსახურება. ვფიქრობ, რომ არის ისტორიული გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სანქციებთან დაკავშირებით, სადაც პირველ რიგში რომ უკრაინა იქნა ცნობილი კონვენციის დამრღვევად ერთ-ერთ საქმეზე, როდესაც მან იურიდიულ პირს დააკისრა სანქციები და ევროპულმა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ასე ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე სასამართლო კონტროლის შესაბამისი სასამართლო კონტროლის გარეშე სანქციების ასე ვთქვათ იარაღად გამოყენება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა. ზოგადი მსჯელობაც არის სანქციებთან დაკავშირებით და ეს არის სწორედ ისტორიული ამხრივ გადაწყვეტილება, როდესაც ამბობს, რომ დეფინიციად კი აღარ არსებობს, იმდენად აჭრილდა ასე ვთქვათ საერთაშორისო სცენა ამ სანქციებით სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან. ის რაც ადრე იყო გაეროს უსაფრთხოების მშვიდობის საბჭოს პრეროგატივა, დღეს ის ქვეყნები, რომლებსაც სურთ რომ გაიადვილონ საქმე და პოლიტიკურ იარაღად გამოიყენონ სანქციის ინსტრუმენტი, სასამართლოს გვერდისავლით, მტკიცებულების სტანდარტის გვერდისავლით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტის გვერდისავლით, ასე სახელისუფლებო დეკრეტებით ადამიანებს ფაქტობრივად უზღუდავენ საკუთრების უფლებას, აქრობენ საფინანსო სისტემიდან და ასე შემდეგ. სხვათა შორის ეს გადაწყვეტილებაც არის იმისი დასტური, რომ გერმანიის და დიდი ბრიტანეთის მთავრობების გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ეს გადაწყვეტილება არის იმის დასტური, რომ გერმანიის და დიდი ბრიტანეთის მთავრობები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამრღვევები არიან. ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებით ძალიან სამწუხარო ტენდენციას, თუ როგორ ხდება იოლი მარტივი გზების ძიება იმისთვის, რომ მოხდეს მათთვის არასასურველი ხმების გაჩუმება. იოლი გზები გულისხმობ იმას, რომ სრულიად სასამართლოს იგნორირება, გვერდისავლა ადამიანის უფლებების ელემენტარული სტანდარტების დაცვაც კი, მათი პატივისცემაც კი, უპატივცემულობით ხდება ამ სტანდარტების გვერდისავლით ხმების არასასურველი სხვა ხმების გაჩუმება. ეს ძალიან სამწუხარო ტენდენციაა, ბუნებრივია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროპა იქნება ადამიანის უფლების განუხრელად დამცველი და არა, იმიტომ რომ უბრალოდ არ მოგწონს სხვისი აზრი, თუნდაც გათელო ადამიანის უფლებები ფეხქვეშ და მაინც გააჩუმო ეს ხმები. ფაქტი არის, რომ ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა ვერ უძლებს სტრასბურგის სასამართლოს ტესტს. ეს არის კარგი ინდიკატორი იმისთვის, რომ დადასტურდეს რეალურად ევროპულ ღირებულებებს, როგორი აცდენილი არის ევროპული ბიუროკრატია დღეს, ვინაიდან
ევროპული სასამართლო სწორედ ამ ღირებულებებზე დაფუძნდა თავის დროზე და ჩვენ ხედავთ, რომ ამ სასამართლოს გადაწყვეტილები არაფრად მიაჩნია ევროპულ ბიუროკრატიას და სხვათა შორის ამის მაგალითები საქართველოსთან დაკავშირებითაც ძალიან ცხადად ჩანს. აქედან გამოდიან, რომ ერთგვარ ტრადიციად იქცა, როდესაც ევროპული ბიუროკრატია პირდაპირ შეურაცხყოფს ევროპული სასამართლოს სტანდარტებს. სტრასბურგის სასამართლოს ცოტა ხნის წინანდელმა გადაწყვეტილებამ უკრაინასთან ერთად ჯამში ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკის ხარვეზებიც ამხილა, რადგან ამ გადაწყვეტილებაში წარმოდგენილი მსჯელობა, მათ შორის ზოგადად არის წარმოდგენილი მსჯელობა არსებულ სასანქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით და კერძოდ სასამართლო პირდაპირ ამბობს, რომ პირის სანქცირება დაფუძნებული უნდა იყოს მყარ არგუმენტებზე, დღეს არსებული მიდგომა კი ადამიანის უფლებათა კონვენციას არღვევს, როგორც უკვე გითხარით, ევროპელი მოსამართლეების ეს მსჯელობა უკრაინის წინააღმდეგ ევროსასამართლოს მიერ ცოტა ხნის წინ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენშია წარმოდგენილი. პირდაპირ ეთერში სოფო ბერიძე საუბრობდა. ახალმა ზელანდიამ უცხოური ჩარევების წინააღმდეგ ზომები გაამკაცრა, დებულებები ითვალისწინებს 10 წლამდე და 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ისეთი სახელმწიფო ინტერესების დასაცავად, როგორიცაა დემოკრატიული პროცესი, არჩევნები, მთავრობის ეფექტიანი ფუნქციონირება, უსაფრთხოება და ეკონომიკა. უცხოური ჩარევა განმარტებულია როგორც ქმედება, რომელსაც მიმართავს უცხო სახელმწიფო ხშირად შუამავლის მეშვეობით და რომელიც მიზნად ისახავს ახალი ზელანდიის ეროვნული ინტერესების შელახვას. კანონი ეხება უკლებლივ ყველა უცხო სახელმწიფოს. ხაზი გაესვა, რომ ახალი ზელანდია მოელის უცხოელი დიპლომატებისგან ადგილობრივი კანონმდებლობის პატივისცემას და დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციასთან შესაბამისობას, რომელიც უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის დაუშვებლობას ითვალისწინებს. უცხოური ჩარევა ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს, რომელსაც ახალი ზელანდიისთვის ფართომასშტაბიანი უარყოფითი შედეგები მოჰყვება. ის საფრთხეს უქმნის ჩვენს სუვერენიტეტს, ძირს უთხრის სახელმწიფოებს შორის ნდობას და შეიძლება ძირი გამოუთხაროს ჩვენს უსაფრთხოებას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ეკონომიკას და ახალ ზელანდიაში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებას. ეს დანაშაული პასუხისმგებლობას აკისრებს ადამიანებს ახალი ზელანდიის ინტერესების წინააღმდეგ ისეთი ჩარევისთვის, რომელიც გავლენას ახდენს ყველაზე, მათ შორის ჩვენს უსაფრთხოებაზე ან თავდაცვაზე, არჩევნების ჩატარებასა და მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე. ის ასევე იცავს ინდივიდებს და მათ თემებს ისეთი საქმიანობის კრიმინალიზაციის გზით, რომელიც მიზნად ისახავს პირადი უსაფრთხოებისა და დაცვის ასევე უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფას. ეს სერიოზული დანაშაულია და მაქსიმალური საშიადის სახით 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კანონი ყველა ქვეყანაზე თანაბრად გავრცელდება. არავინ არ არის მათ შორის ჩვენ გუნდში უცხოური ჩარევის მომხრე, მაგრამ აქ ერთია რეალური უცხოური ჩარევა და მეორეა ოცნება, რას უწოდებს უცხოურ ჩარევად და ეხლა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მოწოდებას ჩვენ უცხო ქვეყნის ჩარევად ვერ აღვიქვამთ და არ აღვიქვამთ. უცხო ქვეყნების ჩარევა შიდა პოლიტიკაში უკვე თანამედროვე მსოფლიო დღის წესრიგის ნაწილი გახდა, ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელსაც ფარდა ეხადა მას შემდეგ, რაც თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან გასაჯაროვდა, რომ ისეთი მსხვილი ფონდები, როგორც არის USAID და არა მხოლოდ, მუშაობდნენ სხვა ქვეყნებში შიდა პოლიტიკაში ჩარევაზე. ჩვენ საქართველოს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესეთი ჩარევა იყო იმდენად აგრესიული, რომ აქ იწვევდა სერიოზულ არეულობებს და მათ შორის საქართველოს საერთაშორისო დონეზე დაზიანებას და ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ის ადამიანები, ოპოზიციის და ინჯეოს წარმომადგენლები, ვინც ჩვენი მხრიდან უცხო ჩარევების წინააღმდეგ რეგულაციების შემოღებას ეწინააღმდეგებოდნენ, იყვნენ ზუსტადაც ამ უცხო ჩარევის ნაწილი. ვიდრე გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი და მისი პარტია ALDE არ გაიმიჯნებიან ტერორიზმს, მანამდე მათი ყველა სიტყვა არასერიოზულია. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მარტა კოსის იმ განცხადებას ეხებოდა, რომლითაც ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. შეგახსენებთ, ევროკომისარმა თქვა, რომ იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრების პროცესი განაგრძოს, საქართველოს მთავრობამ მიდგომა და დღის წესრიგი უნდა შეცვალოს. ეს ის მარტა კოსია, რომლის პარტია ALDE თანამშრომლობს ტერორისტი. ერთი წითელი ხაზი, რომელიც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ ბრიუსელს. ეს არის მეურვეობითი დამოკიდებულების მცდელობა, რომელიც მათ აქვს საქართველოს მიმართ. მე რამდენადაც ვიცი, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქალბატონი კოსი საქართველოში იმყოფებოდა, ჩვენ თავზე რო გადაგვიფრინა და სომხეთში და ბაქოში რო ჩავიდა. წარმოდგენა არ აქვს საერთოდ ქალბატონ კოს რა უნდა ქართულ ხალხს. როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატი თავს აძლევს იმის უფლებას, რომ ამგვარი მორალური პედესტალით
და მეურვეობითი დამოკიდებულებითი ისაუბროს ქართველი ხალხის ხელისუფლებასთან, ეს არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, ყველა უცხოელი ვინც ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით, ის არ არის ქართველი ხალხის მეგობარი. ის არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი მასზე ნაკლები არის რაღაცით. მაღალი კასტის წარმომადგენლები გველაპარაკებიან დაბალი კასტის წარმომადგენლებს. ასეთი ევროპა არსებობდა. არსებობდა უბრალოდ 100 წლის წინ. იმდეს ნუიზავენ, რომ საბჭოთა კავშირს გადაასწრონ, შეეშვან ამ დამოკიდებულებას და ვიღაც არის ზეკაცი და ვიღაცა ქვეკაცი არის. საქართველოს ხელისუფლება BBC-ს წინააღმდეგ სარჩელზე მუშაობს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ მექანიზმს იმისთვის, რათა ამხილონ BBC-ს ფალსიფიკაცია. BBC-ს უკვე უჩივლა დონალდ ტრამპმა, ამერიკის პრეზიდენტი BBC-ს მისი სიტყვით გამოსვლის განზრახ, ბოროტად და მოტყუებით შეცვლაში ადანაშაულებს და კომპენსაციის სახით ტელეკომპანიისგან 10 მილიარდ ევროს ითხოვს. მეგინ არსავიძე მუშაობს თემაზე და ის პირდაპირ ეთერში გვერდდება. ის ფაქტი, რომ დონალდ ტრამპი უჩივის BBC-ს და ლაპარაკობს ამ მედიის შელახულ რეპუტაციაზე, მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ BBC Deep State-ის ხელში იქცა იარაღად და ის გამოიყენება კონკრეტული პოლიტიკოსების თუ კონკრეტული ქვეყნების წინააღმდეგ და სწორედ ამის მაგალითი ვიხილეთ საქართველოსთან დაკავშირებით, როცა როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, ჰიბრიდული ოპერაცია ნახა საზოგადოებამ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ეს ოპერაცია კი ჩავარდა. რაც შეეხება დონალდ ტრამპის განცხადებას, ის საუბრობს იმაზე, რომ მას დაუმახინჯეს განცხადება და ალაპარაკეს ის, რაც რეალურად არ უთქვამს, სწორედ ამიტომ უჩივის დონალდ ტრამპი BBC-ს და ამ სკანდალთან დაკავშირებით უკვე ცნობილია, რომ მედიის ხელმძღვანელმა პირებმა დატოვეს თანამდებობები, რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად აკვირდებიან ამ საკითხს. დღეს გიორგი კახარიას პარტიაში გვითხრეს, რომ BBC-ს რეპუტაციასთან დაკავშირებით კითხვები ისევ არ აქვთ. BBC-ს რეპუტაცია ჩემთვის კითხვის ნიშნავს არ აჩენს. ეს მედია სტანდარტი თავისთავად გულისხმობს გარკვეულ ინფორმაციულ შეცდომებზე, თუ ეს არის BBC-ს გამოძიების და რეპორტაჟის შემთხვევაში სამართლიანი სასამართლოს პირობებში ამ შეცდომის აღიარებას. ტრამპი თვითონ მიხედავს თავის თავს, ჩვენს პრობლემებს მივხედავთ. აჩვენებს იმ დონეს ფალსიფიკაციისა, რაზეც მიდის BBC საკუთარი რაღაც ინტერესებიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ ამის უკან დგას პოლიტიკური ინტერესები, სავარაუდო პოლიტიკური დაკვეთა ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ. არის აბსოლუტურად ერთი ხელით მართული პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ერთი კონგლომერაციული გაერთიანებებით იმართება. ეს კიდევ ერთხელ დასტურდება და ეს რა თქმა უნდა ამყარებს მათ შორის ჩვენს პრეტენზიას BBC-ს წინააღმდეგ. იცით რომ ჩვენც მუშაობთ ამ სარჩელზე, იცით რომ არის შესაძლებლობა მარეგულირებელ კომისიაში კასაციურების და ყველა სამართლებრივ მექანიზმს იმისთვის რომ ვამხილოთ BBC-ს ფალსიფიკაცია ჩვენ გამოვიხსნით. ეს იყო ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც პროპაგანდის იარაღად მონაწილეობდა BBC. ოდესღაც პატივსაცემი ახლა შერცხვენილი. ეს არის სწორედ ის სიტყვები, რითიც დაახასიათა ტრამპმა სრულებით სამართლიანად, იმდენად უხეშად და იმდენად ცინიკურად დაამახინჯეს მისი სიტყვები, რომ უბრალოდ შეუძლებელი იყო, რომ გაქცეოდნენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც შეიძლება სხვა დროს რაღაცა შეფარულად ხდებოდა, ძნელი იყო, რთული იყო ამისი დადასტურება, მაგრამ ამჯერად იმდენად ღია და უხეში იყო, რომ ვეღარ გაექცევა BBC ამ პასუხისმგებლობას. ტრამპის საჩივ არის ქართული საზოგადოებისთვისაც კარგია, რომ რეალურად დაინახა BBC-ს სახე. მეორე მხრივ ყველასთვის, რომლებიც თვლიან, რომ დღეს BBC-ს მსხვერპლი არიან BBC-ს მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციების, მათთვისაც კარგი იქნება სამომავლო სამართლებრივი დავებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საერთაშორისო დონეზე ამხილა BBC, რომ ის არის არამხოლოდ ფეიკების განავრცელებელი ტელევიზია, არამედ ფარული ძალების ინსტრუმენტი პოლიტიკური ოპონენტების გაშავებისთვის და გამოიყენება როგორც ჩანს სპეცსამსახურების მიერადაც. აქედან გამომდინარე, არავის აღარ გვიკვირს ის აბსოლუტური ტყვილი და ამორალური ტყვილი, რომელიც საქართველოს მიმართებით იკადრა BBC-მ და როგორც ჩანს, აქაც ეს იყო მიზანი, რომ ის სწორედაც როგორც ინსტრუმენტი ისე გამოიყენებოდა სიმართლის წინააღმდეგ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც არასწორი მიმართულებით ვითარდება
მსოფლიო, მათ შორის ეს BBC ბრენდია, ხო, CNN, BBC, მაგრამ სამწუხაროდ ის არის, რომ ბოლო პერიოდში აყვნენ ამ ჭორ ნიუსებს, დაკვეთილ სიუჟეტებს და სამწუხაროდ BBC-ც აღმოჩნდა ერთგვარი გამტარი ამ სიგიშის. შესაბამისად, ვინც ამაში მიიღებს მონაწილეობას, დაუსჯელი არ დასრჩება. პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი BBC ერთი მხრივ ყოველდღიურად საკუთარ რეპუტაციას აზიანებს და მეორე მხრივ უწევს, რომ მომზადებულ რეპორტაჟებთან დაკავშირებით პასუხი სასამართლოში აგოს. მადლობა მეგინარ სავიძეს. სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო მოქალაქეებისთვის ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე ამნისტია ცხადდება. ამნისტია ძალაში 2026 წლიდან შევა და შეეხება ყველას გარდა მძიმე ნარკოდანაშაულში ბრალდებულებისა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვა, გასაღებას გულისხმობს. ამნისტია ასევე არ შეეხება იმ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩამორთმეულ მოწმობებს, რომელსაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. ანა ბერძენიშვილი დეტალებით. დღეის მდგომარეობით საქართველოში 35,000-ზე მეტ მოქალაქეს აქვს მართვის მოწმობა. შეჩერებული ახალი ცვლილებების მიხედვით დოკუმენტის დაბრუნებას 24,000-მდე პირი შეძლებს. 1 იანვრიდან მართვის მოწმობას დაიბრუნებს ის ადამიანი, რომელსაც ქულათა სისტემა აქვს განულებული, ხოლო 1 თებერვლიდან დოკუმენტის დაბრუნებას შეძლებს ის მოქალაქე, რომელსაც მართვისას დადასტურებული აქვს, რომ გამოყენებული ჰქონდა ალკოჰოლური საშუალებები, ასევე 1 თებერვლიდან მართვის მოწმობას დაიბრუნებს ის ადამიანი, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემთხვევის ადგილი მიატოვა. რაც შეეხება ნარკოტიკულ საშუალებებს, ამ შემთხვევაში მსგავს კატეგორიაში მყოფი პირები მართვის მოწმობას ავტომატურად ვერ დაიბრუნებენ, მათ მოუწევთ საექსპერტო ბიუროდან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარუდგინოს დამადასტურებელი დოკუმენტი, რადგან დადგინდეს, რომ ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს აღარ მოიხმარენ. 2026 წლის 1 იანვრიდან ეტაპობრივად პირებს, რომლებსაც ჩამორთმეული აქვთ მართვის მოწმობები, დაუბრუნდებათ 23,000 ადამიანს, ექნება შესაძლებლობა, რომ მართონ სატრანსპორტო საშუალებები, ამავდროულად მათ მოუწევთ, რომ გაფრთხილდნენ, სხვა შემთხვევაში, სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, მოუწევთ, რომ კანონით თელი სიმკაცრით აგონ პასუხი. პირებს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ დარღვევები და ჩამორთმეული აქვთ მართვის მოწმობა, იგულისხმება ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა. ამავდროულად მეორე შემთხვევა, როდესაც ავარიის შემთხვევაში მიატოვეს ავარიის ადგილი, ამ შემთხვევაში 2026 წლის 1 თებერვლიდან აღუდგებათ მართვის მოწმობები. პირებს, რომლებსაც მართვის მოწმობები ჩამოერთვათ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო, მოუწევთ, რომ დინამიური დასკვნა წარადგინონ შინაგან საქმეთა სამინისტროში, რითაც ადასტურდება, რომ პირები მოხმარებლები არ არიან, აღარ მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს, ამ მომენტიდან აღუდგებათ მართვის მოწმობები. ვინმე არ იფიქროს, რომ ოდესმე კიდე იქნება ამნისტია, კიდევ ეპატიება ალკოჰოლური თრობის თუ სხვა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. კანონით გათვალისწინებული, რაც არის, მაგალითად, 1 წლით მართვის მოწმობის ჩამორთმევა სრულად სანამ არ ამოიწურება 1 წელი, არ შექრება შესაძლებლობა, რომ მართვის მოწმობა დაიბრუნოს. ეს ეხება მარტო ალკოჰოლურ თრობას თუ ნარკოტიკულ თრობასაც? ალკოჰოლური თრობის შემთხვევაში 1 თებერვლიდან ავტომატურად აღუდგებათ პირებს ჩამორთმეული მართვის მოწმობები, ხოლო ნარკოტიკული თრობის შემთხვევაში, იმ შემთხვევაში აღუდგება თუ წარადგენენ დინამიურ დასკვნას, რომ ისინი მომხმარებლები არ არიან. რაში გვჭირდება ამნისტია? გაქვთ რაიმე რაღაც წინასწარი კვლევები, ან რითია განპირობებული? თუ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საჩუქარი საახალწლოდ? ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის გადადგმული ნაბიჯში კონკრეტული პირები მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ შინაარსს ხედავენ და ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანი არის საქართველოს მოსახლეობაზე ზრუნვა, მათი უფლებების სტანდარტების გაუმჯობესება და ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურად არამომგებიანი გადაწყვეტილებების მიღებაც გვიწევს ხოლმე. პრემიერ-მინისტრის ინიციატივის მიზანი არის მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რადგან რიგ შემთხვევებში მართვის მოწმობა არ არის მხოლოდ გადაადგილების საშუალება და ის აისახება მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმართვიანობა იყო მაღალი, სწორედ ამიტომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოსცა.
მიზანი არის რომ გარკვეული შემსუბუქება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს. პარლამენტმა უპასუხა პერლმენტის ინიციატივას და დაინიციირდა ეს კანონპროექტი. ზოგიერთ მათ შორის მნიშვნელოვანი იყო მართვის მოწმობა, იმიტომ რომ მართვის მოწმობა არ არის მხოლოდ რაღაც კერძო პირადი გადაადგილებისთვის საჭიროება, არამედ ზოგისთვის არის შემოსავლის წყარო იყო სატრანსპორტო საშუალებით სხვადასხვა საქმიანობის წარმოება. სტატისტიკა 20,000-მდე ადამიანს შეეხება დაახლოებით და აქედან გამომდინარე იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის დიდი შემსუბუქება. მართვიანობა იყო ხშირი, ამის გათვალისწინებით მიღებული იქნა ჰუმანური გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ერთჯერადი დროებით და განსაკუთრებული ღონისძიების სახით განსაკუთრებული სამართლებრივი შეღავათების გავრცელებას იმ პირებთან მიმართებაში, რომელსაც 2025 წლის 15 დეკემბრამდე შეჩერებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით. ეს არის სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის, აგრეთვე შემთხვევის ადგილის მიტოვება, ასევე ქულათა რაოდენობის ამოწურვის გამო თუ აქვს შეჩერებული, ან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შედის ისეთი ცვლილება, რომელიც გულისხმობს, რომ მართვის უფლების შეჩერების შემთხვევაში ვადაზე ადრე მართვის უფლების აღდგენის შეჩერების გაუქმებას, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალში თუ კი პირ შეუჩერდება მართვის უფლება, ის ვერ აღიდგენს ვადაზე ადრე შეჩერებულ მართვის უფლებას. ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს იმსჯელეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, ასევე განიხილეს პლენარულ სხდომაზე. ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, რომელსაც 1 იანვრიდან ეტაპობრივად მიიღებენ. მადლობა ანა ბერძენიშვილს. პარლამენტის რიგარეშე სხდომაზე პრობაციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს და კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ. მარიამ ბუღაძე მოისმინა სხდომაზე გაკეთებული განცხადებები და ის პირდაპირ ეთერში გვერდება. სახელმწიფოს მიდგომები მკაცრდება იმ პირების მიმართ, რომლებიც არასრულწლოვნებს დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებენ. კანონპროექტი დააზღვევს ყველა რისკს, რომ სრულწლოვანმა პირებმა არასრულწლოვნების გამოყენებით საკუთარი პასუხისმგებლობისგან თავის არიდება ვეღარ შეძლონ. ცვლილების მიხედვით სასჯელის სახით ამ დანაშაულისთვის სასჯელის ვადა არ იქნება, სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლის მეტი უნდა იყოს იმ დარღვევისთვის, რომელსაც სრულწლოვანი პირი ჩაიდენს, ხოლო თუ არასრულწლოვანი 14 წელს მიუღწეველი იქნება, ამ შემთხვევაში სასჯელი კიდევ უფრო მკაცრი იქნება. დღეს განხილვის პროცესში მოვისმინეთ ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან, რომ სახელმწიფო გააგრძელებს არასრულწლოვნების დაცვას, რათა ვერავინ შეძლოს მათი შეცდომაში შეყვანა და ვეღარ შეძლოს მათი ბოროტად გამოყენება. მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო სამართლებრივი აქტების თანახმად სახელმწიფოს აკისრია განსაკუთრებული პოზიტიური ვალდებულება ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით. პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ ან მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში. და აღნიშნული უმთავრესად სრულწლოვნების მიერ პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. განსაკუთრებით საყურადღებოა დანაშაულის ჩადენის შემთხვევები 14 წელს მიუღწეველი ბავშვების ან და ამასთან ერთად და ცოცხლად იარაღად გამოყენებული ბავშვების მეშვეობით დანაშაულის ჩადენა ხდება არამხოლოდ იმ სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, თქვათ ის იქნება საკუთრების სიცოცხლის ჯანმრთელობა, რომლისგანაც მიმართული იყო დანაშაული, არამედ ცოცხალი იარაღად გამოყენებული ბავშვის ინტერესების დაზიანებაც. ეს არის ბავშვებისთვის დახმარების ხელის გაწვდენა, მაგრამ არის კიდე მეორე თემა, რასაც ყურადღება აქცევს ეს კანონპროექტი. ეს არის სერიოზული დაპირისპირება კანონით იმ ხალხთან, ვინც ამის ორგანიზებას აკეთებს. ანუ წახალისებას აკეთებს აი ამ პატარა ბავშვების რაღაც რომანტიულ სამყაროს უქმნის და რასაკვირველია ამისგან გარკვეულ შემოსავალსაც ღებულობს. ეს არის ბავშვების ვიქტიმიზაცია და მათი ჩაბმა დანაშაულებრივ საქმიანობაში და ძალიან დიდ დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის მომავალს. და ყველა ბავშვს და სრულწლოვანს ხმამაღლა უნდა უთხრათ ყველა დეპუტატმა, რომ დღეიდან, როცა ჩვენ ღილაკს ხელს დავაჭერთ, მთავრდება ის დრო, როდესაც სრულწლოვანს შეეძლო ბავშვზე შეეწმინდა ხელი და ბავშვი ჩაება დანაშაულ საქმიანობაში.
დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილის მხრიდან მოვისმინეთ ის ცვლილებებიც, რომელიც პრობაციის კანონპროექტში განხორციელდება, პრობაციის სერვისების გეოგრაფიული არეალი გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ დაბალი რისკის პრობაციონერებს საშუალება ექნებათ, რომ აღრიცხვა საკუთარ რეგიონში განახორციელონ. ასევე აღნიშნული ცვლილებების მიხედვით პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის სოციალური გარანტიები გაიზრდება მათი ხელფასების რაოდენობაც, ასევე თანამშრომლები უკვე სამუშაოს პროცესში აღიჭურვებიან ვიდეო კამერებით და მათზე გავრცელდება ის წესები, რაც მოქმედებს პოლიციელების შესახებ. მიზანშეწონილია, რომ წოდება მიენიჭოს და შესაბამისი ყველა 375 მოსამსახურეს და შესაბამისად მათზე სახელფასო კომპენსაციის პაკეტი გავრცელდეს, როგორც ეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შემთხვევაში მოხდა. პრობაციის ოფიცერის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღჭურვილი იქნება სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეო აუდიო გადამღები ტექნიკით, რომლის გამოყენების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, როგორც ეს გახლავთ პოლიციის შემთხვევაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სამხრე კამერები იყოს ამ კამერებით აღჭურვილი ჩვენი თანამშრომლები. ორივე კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ, სულ ცოტა ხანში კანონპროექტებს კანონმდებლები პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. ეს მარიამ ბუღაძე იყო. უკრაინის მიმართ მორიგი მხარდაჭერა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჰააგაშია მაკა ბოჭორიშვილი მაღალი რანგის დიპლომატიურ კონფერენციაზე ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა მიიწვია. საგარეო საქმეთა მინისტრი კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება კონვენციას, შეიქმნება საერთაშორისო სარჩელების კომისია, რომელიც განიხილავს რუსეთის მიერ უკრაინაში ან მის წინააღმდეგ უკანონო ქმედებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის მოთხოვნებს. საჭირო ახლა შემდეგი ნაბიჯის გადადგმა რეაგირების მიზნით. ანგარიშვალდებულებისა და რეპარაციების საკითხი უკრაინის ომის კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინის გრძელვადიანი განვითარებისა და სტაბილურობისთვის საჭიროა, რომ ეს იყოს განხილვის საგანი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებშიც. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა თუ რა იქნება ფინანსური წყარო. ჯერ ცხადი აქვს ჭირდება რეესტრი და საჩივრების კომისია, სადაც ხალხი მივა და დააფიქსირებს მისთვის მიყენებულ ზიანს და მოითხოვს რეპარაციებს. ამისთვის ფული გვჭირდება. ამ საკითხს განვიხილავთ საჩივრების კომისიის შემდეგ. ფული შეიძლება წამოვიდეს სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის გაყინული რუსული აქტივებიდან. ეს კომისია ვფიქრობ, რომ მომდევნო თვეში უკვე შექმნილი იქნება. ჩემთვის ერთი რამ ცალსახაა. ანგარიშვალდებულებასა და რეპარაციებზე დისკუსია უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების შემადგენელი ნაწილი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. საქმე ეხება კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაა მოთხოვნილი. საია სარჩელს აკრიტიკებს. სამწუხაროდ ჩვენ არ გვიკვირს, რომ საია არის ნაცმოძრაობის ჩვეულებრივი შემადგენლობა, გამომდინარე იქიდან, რომ ნარატივი თავიდან ბოლომდე NGO სექტორს და მე საიას ჰქონდა ერთი და იგივე. საია ერთ ადამიანს თუ მაინც ესაუბრა, თუ იმ ადამიანებს ადამიანებად ართulis, ვინც გაანადგურა ნაცმოძრაობამ, რატომ არ დაინტერესდა ზოგმა შეძლო უფლებების აღდგენა და ქონები, ზოგმა ვერ შეძლო, თუ საია მარტო იმათ აღიქვამს ადამიანებად და ადამიანის უფლებებად, ვინც მხარს უჭერს ნაცმოძრაობას. შალვა პაპუაშვილი ბელარუსის ელჩი ხვდა. ელჩმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურა და საქართველოსა და ბელარუსს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ტენდენციებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკური განვითარების ძირითადი პრიორიტეტები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას საშუალებას აძლევს მშვიდობიანი გზებით იბრძოლოს საქართველოს ეროვნული ინტერესების, მათ შორის უპირველეს ყოვლისა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, ასევე მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის. პრეზიდენტის სასახლეში რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები ისლანდიის, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოს, პანამის რესპუბლიკის, ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა ელჩებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
რუსთავში დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება 4 ახალ აშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებულ ბინას 800 დევნილი ოჯახი მიიღებს. სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით გათვალისწინებულია სტადიონის ბავშვთა გასართობი მოედნის და სავარჯიშოს სივრცეების მოწყობა. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება თითქმის 91 მილიონი ლარია. 800 დევნილი ოჯახი დაიდებს აქ ბინას. კონტრაქტორი კომპანია კარგად მუშაობს, ჩვენ კმაყოფილები ვართ მიმდინარე სამუშაო ტემპით და ხარისხით, რაც თავარია. საბოლოო შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს სრული სია გამოქვეყნდება და ამის მერე უკვე დაიწყება მონიტორინგი. ამ ეტაპზე დაწყებულია უკვე რუსთავში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების გადაფაზება, რომელსაც დაჭირდება დაახლოებით 3 თვე. გვაქვს მოლოდინი, რომ გაზაფხულის ბოლოს უკვე დასრულებული იქნება მშენებლობა. ამასთან ერთად მომავალი წლიდან დაიწყება კეთილმოწყობის სამუშაოები, მოეწყობა ეზო, ასევე საბავშვო სივრცე, სათამაშო მოედნები. განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები, გაზრდილი დაფინანსება და დევნილებზე მორგებული სერვისები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2025 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის პარტნიორი კლინიკებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს. მოვისმინე და დავესწარი აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშს, სადაც ნათლად არის წარმოდგენილი სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამები, რომელიც პირდაპირ მიესადაგება დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას და მათზე ზრუნვას. ჩვენი მიზანია ის შედეგები, რომელსაც წელს მიაღწია სამინისტრომ, მომდევნო წელს მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ და ჩვენ დევნილ საზოგადოებას შევთავაზოთ სრულყოფილი სამედიცინო სერვისები. სტომატოლოგიური კლინიკა ეუდენტი ემსახურება აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სრულიად უფასოდ. და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ჩვენი მოგზალებული წვლილის ესოდენ დაფასებისთვის. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო ბრიუსელს საომარ ფანატიზმსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ომში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებს. სიარტოს თქმით, ევროკავშირის საკუთარი წესების დარღვევაზეც კი მიდის იმისთვის, რათა კონტინენტი ომში ჩაითრიოს. უნგრეთის პირველმა დიპლომატმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით განხილული საკითხები გააკრიტიკა. უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას და ბრიუსელსა და კიევს შორის სამხედრო ურთიერთობების გაღრმავებას ეწინააღმდეგება. ევროპისთვის საკუთარ წესებსაც აღარ აქვს მნიშვნელობა. ბრიუსელი მზად არის ყველა წესი დაარღვიოს, რათა ევროპის მთელი კონტინენტი ომში ჩაითრიოს. ის, რაც ბრიუსელში ხდება, მხოლოდ სამხედრო ფანატიზმად შეიძლება შეფასდეს. ბრიუსელსა და რამდენიმე ევროპულ დედაქალაქში გადაწყვიტეს, რომ ევროპელი ხალხი გადაიხდის უკრაინის სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის, უკრაინის არმიის შეიარაღებისთვის და ომისთვის. ევროკავშირის სამხედრო სასწავლო მისიის უკრაინაში გადატანის იდეა ესკალაციის რისკია, რაც უნგრელ ხალხს საფრთხეს უქმნის. ის, რაც ახლა ხდება სამხედრო სიგიჟეა, რომელიც ცდილობს ევროკავშირის ყველა ქვეყანა ომში ჩაითრიოს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ევროკომისიის გეგმას, რომ უკრაინის 2026-2027 წლების ბიუჯეტის დასაფინანსებლად წევრმა სახელმწიფოებმა 90 მილიარდი ევროს კოლექტიური სესხი აიღონ. ვიქტორ ორბანის თქმით, ამ სესხის საპროცენტო განაკვეთის დაფარვა იმ ქვეყნებსაც კი ათწლეულების განმავლობაში მოუწევთ, რომელთაც ამ გეგმაში მონაწილეობა არ სურთ. უნგრეთის პრემიერის შეფასებით, ევროკომისიის ეს ინიციატივა პირდაპირ ესკალაციაა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფად დასრულების შანსს რისკს შეუქმნის. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ევროკავშირს აკრიტიკებს და გამოღვიძებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ევროკავშირმა უკრაინის მხარდასაჭერად ასევე საკუთარი უსაფრთხოებისთვის მეტი უნდა გააკეთოს, აიღოს მეტი პასუხისმგებლობა და განახორციელოს მეტი ინვესტიცია. მარგუს ცაჰკნა მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა რუსეთზე წნეხი უნდა გააძლიეროს, დაეხმაროს უკრაინას და ურთიერთობები გააძლიეროს შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ვეღარ ვიქნებით ზარმაცი მოხუცი მსუქანი კატა, რომელიც ელოდება დასაცავად ვინმეს მოსვლას და ჩვენს ჯამში რძის ჩასხმას, რის შემდეგაც ჩვენ გადავწყვიტავთ ავლოკოთ თუ არა. მეტი უნდა გავაკეთოთ, თუ ევროპა ძლიერი იქნება, მაშინ ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც ნათელი და გასაგები ურთიერთობა გვექნება. ტრანსატლანტიკური კავშირი ძლიერია, ევროპამ უნდა გააკეთოს მეტი. მე ვსაუბრობ არა მარტო თავდაცვაზე, არამედ ვაჭრობაზეც და თანაბარ ურთიერთობაზე.
ევროკავშირმა ლატვიის გავლით რუსეთს 2000-მდე ტონა ნატურალური კაუჩუკი მიაწოდა. ლატვიური მედიის ცნობით კაუჩუკს სხვა დანიშნულებასთან ერთად სამხედრო თვითმფრინავების საწარმოებლადაც იყენებდნენ. უკრაინული კვლევის მიხედვით ლატვიამ უზრუნველყო ევროკავშირიდან რუსეთში მიწოდებული მთლიანი ბუნებრივი კაუჩუკის 86%, დანარჩენი 14% იტალიურმა კომპანიებმა მიაწოდეს. ლატვია ამ სქემაში შუამავლის როლს ასრულებდა, რადგან კაუჩუკი ძირითადად მალაიზიასა და ინდონეზიაში იწარმოება. ამჟამად ლატვიის უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ საქმეს იძიებს, მას შემდეგ, რაც მედიაში ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. პოლიტიკოს ცნობით გერმანიასა და საფრანგეთში უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების სურვილთა რაოდენობა შემცირდა. ამურ სახელმწიფოში ჩატარებული უახლესი სოციოლოგიური კვლევის მიხედვით გამოკითხულთა უმეტესობას სურს, რომ მთავრობამ უკრაინას ფინანსური მხარდაჭერა შეუმციროს. პოლიტიკო წერს, რომ უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით კიევის დასავლელ პარტნიორებს შორის ერთიანობა არ არსებობს. გამოცემის ინფორმაციით, მაშინ როცა დიდი ბრიტანეთი და კანადა კიევის მტკიცე მხარდამჭერები არიან, ევროპული ქვეყნების ნაწილში, მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიაში ომით დაღლილობა შეიმჩნევა და მოსახლეობაც უკრაინისა და უკრაინელი ლტოლვილების დახმარების უსაზღვროდ გაგრძელებას აღარ ემხრობა. ამერიკელი სენატორი მაიკ ლის სოციალურ ქსელ ექსისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული ჯარიმის გამო ევროპულ ბლოკს კიდევ ერთხელ მწვავედ აკრიტიკებს. სენატორი ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ იდეას, რომ ბრიუსელმა შესაძლოა ევროპის ტერიტორიაზე ექსის მართვის უფლება ილონ მასკს ჩამოართვას და საჯარო მარეგულირებელს დაუქვემდებაროს. სენატორი მაიკ ალი პასუხად წერს, რომ ევროკავშირი ამერიკის მოკავშირე არ არის. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენის განცხადებით, სენატის დემოკრატმა კანონმდებლებმა დაბლოკეს კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით თალიბანის დაფინანსებას შეაჩერებდა. წარმომადგენელთა პალატის წევრი ტიმ ბერშეტი სოციალურ ქსელში აზიარებს საკუთარ განცხადებას, სადაც განმარტავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთში თალიბანს ყოველ კვირას 40 მილიონი დოლარით აფინანსებს. მისი თქმით, ამ ირიბი დაფინანსების სქემაში 1000-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოიყენებოდა. ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ულტრამემარცხენე ანტისამთავრობო ჯგუფის მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი აღკვეთა. FBI-ის განცხადებით დაკავებულია ულტრამემარცხენე ჯგუფის 4 წევრი, რომლებიც საახალწლოდ სამხრეთ კალიფორნიაში მდებარე 5 სხვადასხვა ადგილას ასაფეთქებელი მოწყობილობების დამონტაჟებას და თავდასხმების სერიას გეგმავდნენ. ლოს-ანჯელესის პროკურატურის ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით, ასეთი ფაქტები კიდევ ერთხელ მოწმობს, თუ რა საფრთხეს წარმოადგენენ რადიკალიზებული ანტიფას მსგავსი ჯგუფები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და კანონის უზენაესობისთვის. ქრონიკა 14-ზე დასრულებულია, ეთერში 16 საათზე დავბრუნდებით. დროებით.